თავდებობა. თავდები არის პირი, რომელიც მსესხებელთან ერთად კისრულობს მოვალის ფინანსური ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შემთხვევაში საჭიროა თავდების წერილობითი თანხმობა. თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თავდები ხდება ვალის დაბრუნებაზე ისეთივე პასუხისმგებელი პირი, როგორც თავად მსესხებელი. თუ მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, კრედიტორი უფლებამოსილია სესხის პირობის შესრულება თავდებისგან მოითხოვოს. იმ შემთხვევაში, თუ თავდები მოვალის ნაცვლად დაფარავს ვალს, მას ექნება უფლება ვალის დაბრუნება მოვალისგან მოითხოვოს. თავდებობის შემთხვევაში გაურკვევლობისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად ყურადღებით გაეცანით ხელშეკრულების პირობებს. მიიღეთ სრული ინფორმაცია იმ ვალდებულებების შესახებ, რომლებიც დაგეკისრებათ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. გახსოვდეთ, თუ მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მისი შესრულება თქვენ მოგიწევთ. აღსრულების ეროვნული ბიურო. აღსრულების ეროვნული ბიურო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით სააღსრულებო წარმოებაში მხარეთა შორის მედიაციას აძლიერებს. შენი უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით მიმართე მედიაციას. დაიწყე მოლაპარაკება მეორე მხარესთან და მიაღწიე შეთანხმებას მედიატორის დახმარებით. მედიაციაში ჩართვა უფასოა. პროცესი ნებაყოფლობითი, არაფორმალური და კონფიდენციალურია. ემყარება მხარეთა თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს. მოლაპარაკებაში დაგეხმარება კვალიფიციური და მიუკერძოებელი მედიატორი. გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მხარეების შეთანხმებით. ჩნდება შესაძლებლობა, რომ დავა დასრულდეს სწრაფად და მხარეთა ინტერესებს შორის ბალანსის დაცვით. მედიაციით მიიღწევა სტაბილურობა და სოციალური უსაფრთხოება. დავის დროული მოგვარება სოციალური მშვიდობის დამკვიდრების წინაპირობაა. მოვალეთა რეესტრი. რა არის მოვალეთა რეესტრი? მოვალეთა რეესტრი მონაცემთა ერთიანი ბაზაა. მასში ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირია რეგისტრირებული, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. ვინ რეგისტრირდება მოვალეთა რეესტრში? მოვალეთა რეესტრში რეგისტრირდებიან პირები, რომლებსაც დაკისრებული აქვთ თანხის გადახდა. მოვალეთა რეესტრში არ რეგისტრირდებიან პირები, რომელთა სესხიც უზრუნველყოფილია იპოთეკით ან გირავნობით. მოვალეთა რეესტრს აღსრულების ეროვნული ბიურო აწარმოებს. რეესტრის მონაცემები საჯაროა და მასში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებგვერდზე. მოვალეთა რეესტრიდან ამორიცხვა. მოვალეთა რეესტრიდან პირის ამორიცხვა ხდება საქმის დასრულებისთანავე. საქმე შესაძლოა დამთავრდეს როგორც თანხის გადახდით, ასევე მხარეთა შორის მორიგებით. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციით პირებს ეზღუდებათ მათ სახელზე რეგისტრირებული ქონების განკარგვა. აღსრულების ეროვნული ბიურო. აღსრულება არის მართლმსაჯულების დამაგვირგვინებელი რგოლი. ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს შორისაა უფლება სამართლიან სასამართლოზე, რაც ასევე გულისხმობს გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს პროცესი სრულდება არა სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანით, არამედ ამ გადაწყვეტილების აღსრულებით. გადაგაცილებული გადახდა ან გადაუხდელობა საფრთხეს უქმნის როგორც ბიზნესის, ასევე მომხმარებელთა ინტერესებს. ქვეყანა, სადაც არ არის ეფექტური სააღსრულებო სისტემა, ინვესტორისთვის არ არის მიმზიდველი, რაც აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. შესაბამისად, აღსრულების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გამართული აღსრულების სისტემა მართლმსაჯულების არსებობის ერთადერთი და უპირობო გარანტიაა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს. ბიუროსთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით აღსრულებას და პროცესი წარმართოს მხარეთა ინტერესების დაცვით. რა უნდა იცოდეთ, როცა იპოთეკურ სესხს იღებთ? იპოთეკური სესხი არის მსესხებლის უძრავი ქონებით გარანტირებული სესხი. ასეთი სესხის აღებისას ხელშეკრულება იდება წერილობით და ფორმდება სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულება იურიდიულ ძალას იძენს მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. სესხებელმა ხელშეკრულების დადებამდე აწონ-დაწონეთ რისკები. კარგად გაეცანით ხელშეკრულების პირობებს. გახსოვდეთ, თუ იპოთეკით დატვირთული ქონება არ იქნება საკმარისი ვალის სრულად დასაფარად, შესაძლებელია თანხის ამოღება მოხდეს სხვა ქონებიდან. ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში დაკარგავთ ქონებას, რაც თქვენს გარდა თქვენი ოჯახის წევრებსაც დააზარალებს. გამსესხებელმა იპოთეკის რეგისტრაციამდე განახლებულ ამონაწერში შეამოწმეთ არის თუ არა ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იპოთეკა. გადაამოწმეთ ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა, დაათვალიერეთ და შეადარეთ ამონაწერში მითითებულ ინფორმაციას. გახსოვდეთ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ვალის დაფარვის მიზნით მოხდება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. აწონ-დაწონე რისკები. დაფიქრდი, სანამ ბინას ჩადებ. აღსრულების ეროვნული ბიურო. აქტების კონსტატაცია ეს არის უნიკალური საშუალება დავაფიქსიროთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი და მივიღოთ თოქმი, რომელსაც მტკიცებულებად გამოვიყენებთ. მაგალითად, აქირავებთ ბინას. შეგიძლიათ ფოტო-ვიდეო გადაღებით დააფიქსიროთ ბინის და მასში განთავსებული მოძრავი ნივთების მდგომარეობა, რაც იქნება დაზღვევა ზიანის მიყენების შემთხვევაში დაიცვათ თავის სამართლებრივად, რადგან ხელთ გექნება უთუარი მტკიცებულება თქვენი უძრავი ქონების მდგომარეობის შესახებ. თუ დაზიანდა თქვენი კუთვნილი მოძრავი ქონება, მაგალითად ავტომობილი, შეგიძლიათ ისარგებლოთ ფაქტების კონსტატაციის სერვისით და გამოიყენოთ თოქმი დავის შემთხვევაში. დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ონლაინ სივრცეში არსებული მიმოწერის და საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის დაფიქსირება, როგორიცაა ელექტრონულ პოსტაზე არსებული მიმოწერა, ონლაინ სივრცეში და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაცია. ფაქტების კონსტატაცია შეგიმცირებთ სასამართლო პროცესის ხანგრძლივობას და ხარჯებს, რადგან აღმასრულებლის მიერ დაფიქსირებულ ფაქტს არ ჭირდება ექსპერტიზა, მას სასამართლო მიიღებს როგორც უთუარ მტკიცებულებას. ფაქტების კონსტატაციის სოქმი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ.